ხო, გამარჯობა. თესეუს ეზოდან გამარჯობა. აქ მოვედი, მას შემდეგ რაც გავიგე, რას ეკეთებენ პოლიცია როგორ მოიყვანეს აქ და ჩაკეტეს სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე ვარ თესეუელი, ეს არის ჩემი ალმა მატერი და მინდა გითხრათ, რომ სამარცხვინოა პოლიციით გადაკეტილი და ჩახერგილი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ნახვა. აი თუ რამე საქართველოს ისტორიაში მეტყველებს საბჭოთა და რუსულ ხელწერაზე, ეს არის ეს. ეს არის შიში თავისუფალი კერის, ეს არის შიში განათლების, ეს არის შიში დისკუსიის, ეს არის შიში კითხვების, ეს არის შიში ახალგაზრდების. მართლაც რამდენიმეჯერ მოხდა საქართველოს ისტორიაში, რაც მე მახსოვს 90-იანი წლებიდან, რომ პოლიცია გადაკეტა თესეუს შენობა. მართლაც აი ისტორიული შემთხვევა არის სამარცხვინო. აი არ ვიცი რა ხრები მინდა ავიჩეჩო. ამაზე მეტად ბოლშევიზმი და ორჯონიკიზმი არ ვიცი რა შეიძლება იყოს. ჯერ გემახსოვრებათ ეს საერთოდ ეს მე რო სტუდენტი ვიყავია ეს ჯებირი აქ საერთოდ არ იყო რკინის ჯებირი. არ იყო ჩვეულებრივად დავდიოდი და ეს იყო თავისუფლების სივრცე 90-იანებში, 80-იანებშიც. აქ ლექციებს კითხულობდა ისეთი ხალხი, ადამიანები მოდიოდნენ, რომ ემსჯელად საქართველო რა იქნებოდა და როგორ გამოვიტოდა აქედან დამოუკიდებელი ქვეყანა. და აი ხა ეს რაც ხდება, რომ პოლიციით არის გამოწენილი თესეუს ეზო, სადაც არიან შვიდობიანი ახალგაზრდები, რომლებიც მოვიდნენ, რომ შევიდნენ შენობაში და შეიკრიბონ და იმსჯელონ ხალხნო. სად დაამთავრა ამ ხალხმა ეს რაღაცა გერმანიის უნივერსიტეტები რო აქვს დამთავრებული? სად სწავლობდნენ მართლა? არ უნახიათ? ან გერმანული, ან ჰოლანდიური, ან ფრანგული უნივერსიტეტი როგორია? ან ამერიკული? ის არ იკეტება საერთოდ. საერთოდ არ იკეტება. ღია 24 საათი, იმიტომ რომ მთელი არსი არის რომ ახალგაზრდა იქ იყოს, იმსჯელოს, ისაუბროს, იდებატოს, იკამათოს და იქ იყოს ახალგაზრდული ცხოვრება, რომელიც დაკავშირებული არის შემეცნებასთან. და ეს აქ ეხა პოლიციის შემოყვანა არის ჩვეულებრივი ბოლშევიზმი. ჩვეულებრივი ბოლშევიზმი. თან ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას? ნუ აღებინებთ მეორე კლასელებს, ვის ინტელექტის მქონე ხალხს ამ გადაწყვეტილებას. ნუ აღებინებთ, იმიტომ რომ პოლიცია კიდევ უფრო აღიზიანებს ხალხს. კვლევა არის ამაზე დადებული, რამდენიც გინდათ. აქედან ნანუკა გამარჯობა. პრივეტ. გამარჯობა. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ კიდე მეტი ახალგაზრდა იქნება. იმიტომ რომ ეს ყოფა არის სრულიად მიუღებელი, რა ყოფაც არის დღეს აქ. რა. რომ სადაც უნდა იყვნენ ახალგაზრდები და პროფესორები და ლექტორები, ეს ადგილი გამოწენილია ივანე ჯავახიშვილის, კერა და რა ვიცი მე მუსხელიშვილის და სხვების გამოჭედილია პოლიციით. ეს არის თქვენი ხელწერა. თქვენ მართლა ბოლშევიკებო თქვენა.